გამარჯობათ ხალხო. აი ცოტა ცოტა უკან გაგწევთ და მეც გავიხდი იმაზე. ჩემს ხალათს ყავა მოიტანე და მოაყოლე შოკოლადები და მე არ ავჭამ, უბრალოდ ვაგემოვნები. თევზი შევწვი. გამწოვი კი მქონდა ჩართული, მაგრამ ამ ხალათს გარეთ გავკიდებ ცოტა ხანი. ჩულები ვაჩენს ეგ. სათვალეში. ჩაულებრივ თუ ჩანს შვილო, შენთვის მაგ სათვალეში კარგად გქონია საქმე. მოვედი რაღაც გადმოვდგათ და სათვალეს ესე არ მოდადებ შუშით. გამარჯობათ. მოიცადე ახლა მოწესრიგდები ხა არ დამიწყო ახლა შორე რომ ჯერ მოწესრიგებულიყავიო. მე მოსულიყავი მოიცა ერთი წუთი რა. ისეთი ქარიდან ამოველი, სურო ფერუმალი მსმოდა, მაინც მომძვრებოდა. ნინო მომეწყალი შვილო. შორინას გამონდა მოუწესრიგდე ხა უყურეთ. აი მე კიდე გამოსწრგავ მოჩქარ და ჩიქრე. ჰა. კატასტროფას. აჰა. ეს მოწესრიგება. ოღონდაც რა. ებცივდა. ისინი არ გაშა. აი მე ორი პარტიის არის გასაშვები და ერთ კიდევ რეცხავ, მასაც დავატუწე გოგო. ქარია მოვარ და შუქი ერთხელ ჩაგვიქრა უკვე და იმედია რომ საღამოს შუქი გვექნება. და ჩაგვიქრება ხ ტელეფონი დასატენი იყო და დავტენე გემრიელად. კაფეთი ხორდინდა. არა. შეხოწერო ყველა ამოიტანე. რომელი გინდა? აი ხომ დამიწყებ რა, რომელი გინდა? ოღონდ სუსამ რომელი გინდა მითხარი? აი, ოღონდ პირველი და მეორე ჩემი. რომელი გინდა? პირველი, მეორე თუ მესამე? აქეთ პირველი შუაში თუ მესამე აქეთ? ცოტა დროზე ვიდეო უნდა ჩავწვი. მესამე ისევ ესია, აი ეს. ხო, არ უნდა ეტყობა ეს. არ გინდა? თუ ეს არ გინდა, აიღე რომელიმე, ჰა? ნაშეს და იყო აქ დილას მე რო ბაზრობაზე ვიყავი. და მირეკა სადახარო და მე კი ბაზრო, აი მე მოვედიო რაღაცები მოვიტანე ბავშვებს მოუტანეოდა. მე წავედი რო წახვალ თქვენ 9 საათში. გავედი აგეთ და გავახსენდა რომ ნახატი ოთახში მქონდა. გავდამრჩევა იმე. ისე დიდად რო გიყვართ ეს რაღაცა ფოე რაღაცები არ მიყვარს. მიყვარს ესენი? ეგენი ძალიან არ ესენი მიყვარს. შეგნითავ ჩიტის რძესო. ოღონდ მაგ პარკიდან გამოიღე რა. ნერვოზი დამართა მჭყაკაჩული. ცუდა თავზი ვარ. ხო ჩარვარ რა ხო ეგ. აუ წყალი უნდა მომიტანა ყვავილებისთვის და მომწყდა. მოვიტან ძალიან ცივებია და დავდგა ცოტა ხანი და მე დაუსხა. პრინციპში რას დავდგა გადავანელებ და ისე. ხო, გავაკეთე დომხალი. დავჭერი კამა და ესე იგი კიდე არ ეტყობოდა იმენ მწვანილი ჰქონდა ისედაც თვითონ. ტყუილა დავჭერი და ტყუილა ვუყავ. მე მაინც ვუქენი ალბათ 1-4 ღერი იყო და მაგრამ და გავასინჯე იოანეს. შენ გაგასინჯე? გასინჯე. გავასინჯე იოანეს. რატო გავასინჯე იოანეს? იმიტომ რომ შეჭამა. ანუ გავასინჯე იმ იმედით რომ არ მოეწონება მეთქი რა. ეს სინამდვილეში რა მე ამ სახში დომხლის კერძი არ გაკეთებულა, არ გამიკეთებია. იმიტომ რომ თვითონ აქ არ უყარდათ, ანუ ამბობდნენ რომ სუნიო სპეციფიურს იგა, თუმცა ლაშას ბებია აკეთებდა, ბაბო ბებია, აქ ბაბუა. ხო და ამბობდნენ ხოლმე რომ საუფუო ტერიტორია ყარდაო და რაღაცა, ნუ ის ძალიან ძაფრი იყო და მე ის უფრო მომწონდა. ის სუნი, ამას ესეთი არ ქონდა, ეს იყო იონემ თქვა რომ ხაჭოსავით არისო და ხაჭო ძალიან უყვარს იონეს. ხო და გავაკეთე რა და შევთავაზე მეთქი, მაინც არ მოეწონება მეთქი და სულ მე შევჭა.
იცი როგორ ჭამე მე? ნუ ივანემაც ხო გემრიელად პურით და რაღაცა, მაგრამ დიდ ფინჯანში ჩავასხი და აი როგორც რაღაცა დასალევი ეგე დავლიე. ეხლა თევზს წვავდი დაბლა. და სანამ თევზს წვავდი, ისევ ჩავისხი და კიდე და ძალიან ცოტა ხანი ხო არ გიდა შვილი. არასდროს არა. ხო არც გასინჯო. იყო საღამოს. რა იცი რა ხდება? უბრალოდ აი მართლა აი რო იტყვიან აი სვავდი და აი სიმაძღრეს როგორ აი ხო რაღაცა თუნდაც კამფეტი თუნდაც რაღაცა რო გიყვარს და ჭამ და სადღაცას გევსება და გეუბნება ორგანიზმი რომ გეყოფაო შეკაიქალო შენაო და აი გარ მითხრა დალია შენ გენაცვალე მიდი ერთიც დაასხიო და აი ეგრე შეჭდა უბრალოდ შემოვიტოვე რომ საღამოსაც ხო მინდა თორე ორგანიზმიც ითხოვდა ორგანიზმიც ითხოვდა ხო რაც შეეხება იმას თუ როგორ ასწრებ ამდენს ოღან რაღაცა ეგეთიო ანუ მოსასწრები მართლა არაფერი არ არის ისეთი დროში ვჯდები უბრალოდ ვფიქრობ რომ ჩემი ერთ-ერთი რითიც ხელმძღვანელობს არის დროის მენეჯმენტი რო იტყვიან რომ ანუ დროს აღვიქვავ დროს ვუხამებ და შეიძლება რაღაცები ისე პარალელურად გავაკეთო რომ დროში კარგად ჩავჯდე ამო ხვალ დავიღალე შენი ცოდვით ამო მოდი თოლში გამიყარა მოდი გოგო მოდი დაჯექი შორენავა თქვა რომ ხარი არ მინახიაო ნარტო ჯაყალ მილოგო ბავშვიტაძი რაო მე არ ჭამარ საგე ნინოს ჭამს რატომ მიყურებს რატომ მიყურებ ეგრე ის პატარა ნაცრისფერი სულ დამდევს აი ჩემი პატარა პრიელი საკერავი მანქანა უნდა სარიცხი ხო არა თქვი ზემა ხალხო საკერავი მანქანა უნდა მოვიტანოს მეიკები დავაკერო იმას რა ქვია რა სპორტ ჩემი ფორმაც რა შენი ფორმა ეხლა როგორ გონია შენ მე რამე შევკერავ ეხლა ჩეხმებიანი კატისა შასი არა მარტო ის არა როდის აი მე დამანები თავი რა რაღაც ვსკარნავალი ნამდვილად არ ვაპირებ მართლა უღო დაიფარე ქუდი და გაიკეთე ბუმული ჩეხმებიანი კატა იქნება ჩხილები უნდა გამეკეთებინა დღეს ზოგადად ხუთშაბათობით ვიკეთებ ხოლმე ჩხილებს მაგრამ იცი როგორ დავიხარე ოღონდ მართლა წეგან რო აი რო ჩავწერე ვიდეო და ეხა მეთქი და გავიქცე რაღაცა საქმეები გავამთავრო მეთქი რაღაცა აი მტრები ღა მქონდა პოლი გამოწვიდე იატაკი გამოწვიდე გამოვასუფთავე და მაგ დროს მოვიდნენ რომ მტრები ღა მქონდა დარჩენილი რა კერძის საკვეთს საჭოც გაკეთებული მქონდა რაღაცა და ჩქარა კი გავაკეთე მაგრამ დავიღალე მე რო ყველაფერი დავამთავრე მორჩი და ისა ავიღე კომპიუტერი მეთქი ქარს მიენდე ქვია ამ ფილმს თურქულს ახალი არის და რა ვუყურებდი ჩავთე ქარს მიენდე ფილმი და სადღაც 40 წუთი ვუყურე და მივხვდი რომ მაგრამ მეძინებოდა და თავიძინე სადღაც 1:30 წუთი ოღონდ აი ეს ერას დაიძინე რა თარო ბავშვები ოთახში არიან და რაღაცა რანაირად და ის ნახევრად რო იქით ახლა ნახევრად აქეთ აი მაგ სიტუაციაში ხო და ეხლა ვავდექი შევჭრი თევზს მეთქი ყავაც უნდა დავლიო და მე გავაკეთებ სხვა დანარჩენს კატები არიან და მაგრამ მივხვდი რომ ახალი მინდა გაკეთებ არაფრისა ხალი ხო სახში რომ ხალი რო გავაკეთო სმეიკ აქ ამოტანა მეზარება იქ რო ისე ვქნა ცივა თაბლას აკეიფოთ ახლა მაშინ პლიტა უნდა ჩავთა და ჯერ უნდა პლიტა 1.5 საათი ჩავთა რომ რამე ისაკდეს და სულ 5 წუთი საქმე არა ძალიან ბევრი ახალი მაყურებელი მყავს ახალმა მაყურებელმა დამიკომენტარა რამდენიმე ესეთი ისიც იყო რომ სადაური ვარ და საიდან ვარ თუმცა არ ხსაწერია
და კიდევაც გეტყვით არ დამეზარება, მაგრამ ზოგადად აღსროთ კარგად დააკვირდეთ, აწერია მანანა მათიაშვილი მარტყოფიდან. მარტყოფი არის ძალიან ახლო თბილისთან და ძალიან ბევრჯერ მithქვია, რომ კიდე კაი მეთქი აქ დავიბადე, იმიტომ რომ სულ არ კეთილში ვარ და სუბაზრობაზე ვარ. თავისუფლად შეგიძლია დღეში 9 ჯერ ჩახვიდე და მოხვიდე სახლში. ანუ დღე არ გეკარგება, როდესაც ესე თბილისში ხარ წასასვლელი რა, თუ ძალიან ბევრი საქმე არ აქვს და რაღაც ესე გაიქე გამოიქეთი, ვერ წხვდები და ისე სწრაფად აკეთებ, რომ ანუ არ გეკარგება დრო რა მთელი დღე, რომ აი თქვა რომ აუ ხა ბიბლიოს ფასობაზე ვიყავი, ან რაცა ვარ კეთილში სამგოში და რაღაც ესე ახლო-მახლოში ვიყავი. ხო და კაი ახლა ეგეთი ის რომ გავიაზრებ ხოლმე რომ კიდე კაი მართლა და სადღაცას ისეთ ადგილას არ დავიბადე, რომ აი წარმოვიდგე რომ რაღაცა მჭირდება ელემენტარული რაღაცის ყიდვა და ოფიციალური დღე უნდა ავიღო ამისთვის, წავიდე და მოვიდე. აქ არა, გაგახსენდა რაღაცა ჩაჯექი შემოახტი მარშრუტს და გაიქეცი. და კიდევ დაიწერა ერთი კომენტარი, ზოგადად უკვე მე რამდენი ხანი ამას ვაკვირდები, არ ბლოკავ, იმიტომ რომ მე ხო თქვი რომ არ ბლოკავ მეთქი, მაგრამ სავარაუდოდ ერთ-ორ ცალ ესეთ კომენტარს დაწერს, შორენას პაპამ მითხრა, რომ არის კიდე ადგილებიო, შენ უბრალოდ მე ვარს არ გეტყვი, ქვეყანა ადგილებიაო და ესეთ რაღაცას წერს ხოლმე რა, ზოგადად მინდა მივმართო ერთი სიტყვით, რომ შენ ან არ გაქვს ჩემი არხი თავიდან ბოლომდე ნანახი. ან არ გინდა რომ ნახო, ან კიდე აი არ ვიცი. ზოგადად გახედე იმასაც შეძრო ერთი. ზოგადად, როდესაც სახლში ხარ, როდესაც ოჯახი გაქვს, შიგნით შევიდა ნინო. იქ არ მივიდა სეფის გვერდ. ოჯახი გაქვს და ერთიც მუშაობს და მეორეც და რაღაცას აკეთებ, იქ მე არ მიმაჩნია, ხო, რა თქმა უნდა არის რაღაცები, რომელსაც აკეთებს კაცი და ფიზიკურად ქარს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა ისეთი მძიმე საქმე გააკეთოს, ან მძიმე აწიოს, ან რაღაცა ეგეთი, თორე ჩემთვის არ არსებობს ეს კაცის საქმეა და არ გავაკეთებ. ან ჩემმა ქმარმა თქვას, რომ ეს ქალის საქმე და არ გავაკეთებ. გუში რომ მოვედი, გუშინ წინ რომ მოვედი სამსახურიდან, ჭურჭელს რეცხავდა. იმ პერიოდში ხო იმაზეც ადრე დაწერს რომ ბარბარე რატო არ გეხმარებო ხარ ხო არ გადაუღებ ვინ რას აკეთებს ვინ როგორ ბეხმარება თუ აუცილებელია კადრში მოვაქციო ხო აი ოკიდე ის ხო სავარაუდოდ დღევანდელ ვიდეოზე იყო დაწერილი და სავარაუდოდ იმიტომ რომ აი ეს რაღაცა რკინები რო ვიყიდე რა ლაშემ დამაბარა მეთქი და ისე უნდა ვიყიდოთ ხო გითხარით რა და სადაც ეგენი ვიყიდე, ლაშას უარ დაებარებინა არაფერი, ჩემთვის ეგ განყოფილება ლილოს ბაზრობის ეგ ადგილი არის, ჩემი საყვარელი ადგილი, როგორც პლასმასებზე რო თქვი, რომ ძალიან მიყვარს მეთქი, ისე ეგ, სადაც იყიდება საღებავები, სადაც იყიდება წებოები, რაღაცა ემულსიები, პლასმასის რაღაცა გადაყვანები, მავთულები, სკოჩები, ჩემთვის ეგ არის, რა ვიცი, ძალიან მაგარი ადგილი, თითოეულ დეტალის სამგორშიც რომ მაგალითად ბაზრობაზე არ ვარ და სამგორში ვარ ხოლმე არ არსებობს ვარ ჩავიარო ის ადგილი სადაც იყიდება ეგეთი წვრილმანები და ძალიან ხშირად მეც მჭირდება ხო და ვიღაცამ ძალიან შეიცხადა რა და სასაცილო კომენტარი იყო ის ნამდვილად შენი რომ როგორ იყავ ხო მე ზოგადად ესეთ ხალხს ვეძახი ხოლმე დომესტოსიანებს ხო იცით და ჰოგი მithქვია კიდეც რომ ო და რა აქვს მნიშვნელობა სისუფთავეზე, წესრიგზე, რაღაცის მითითებაზე, რაზეც არ უნდა დაწერო, ჩემთვის ეგ ხალხია დომესტოსიანი ხალხი და მინდა რომ ამ ერთ-ერთ ვაჟა, ამის მიდეთ ბავო, დომესტოსიანი ვაჟა. დიახ, ჩემი ქმარი ვიტრინაში ბიზის ხოლმე, ხანდახან გავუღებ ხოლმე ის შუშაბანდიან კარს, გადავწმედავ ხოლმე მტვერს და ისევ შევდგავ. გაყოფილდი? არა თუ რამე გაინტერესებს კიდე გამოვუშვი. ხო, შენეთყობა კიდე არ გინახია ჩემი ისეთი ვიდეოები, სადაც მიჭირავს ხერხი,
ჩაქუჩი, საღებავი, არ გინახია რა ვიცი 6 მეტრიანი კიბით რო დაურბივარ ხოლმე სახლის გარშემო, ეგ არ გინახია. არ გინახია კიბით რო კრიშაზიაოელი და სპეციალური შავი წებორუარი სილიკონი იმით რო კრიშა ამოვავსე რო წყალი ჩამოდიოდა, ეგ არ გინახია და ეგ რო გენახა მერე მთლად რა ვიცი რას დაწერდი კაცმა არიცი და არ უყურო ხოლმე ძირითადად ჩემს ვიდეოებს, იმიტომ რომ ხან ხეზე ვარ, ხან კრიშაზე ვარ, ხან რავი პადვარში ვარ და ხან ხერხით დაურბივარ და ძალიან ცუდად არ გახდე რა. 6 მეტრიანი კიბით დაურბივარ ხოლმე, მაგრამ აი ეს განათებები რო ჩამოხსენი, შენ რო ეგენახა ზედიზედ კოლვარული თუ რაები ქვია, გულის სწავლები დაგჭირდება და ვერ გაუძლებდი შენ მაგას. ადრე მახსოვს, აი არ იყო ისეთი კომენტარი, მაგრამ პირველი კომენტარი იყო ჩემს არხზე. როდესაც ესეთ თემას შეეხნენ, ანუ შენ ცხოვრებას ხო ანახებ რაღაცა დოზით, ხო? ანახებ და რაღაცა ჩარჩო ხო გაქვს? რაღაცას ანახებ. მაგრამ ვიღაცას კიდე იქ უნდა რა, აბა გამახედე კიდე იქით რა ხდებაო და მაშინ დაიწყეს ესე რო შემოვლენ სხვადასხვა ოჯახის წევრებზე რო რაღაცა კითხვით, რაღაცა მითითებით და რაღაცა და მოკლედ ვიდეოა ესეთი, სადაც სკოლაში გავაცილე ბავშვები და ლაშა და მაშინ ყავდა ხოლმე იცი როგორი მანქანა? აგე შუა უბნამდე მეც ვაწვებოდი ხოლმე და დაქოქილიყო. ყავდა რა ეკად გაიგ მანქანა ისე, ჯერ ჩვენთან არის. ხო და ისა, ანუ რო დაქოქილიყო რა და ეგეთი ცოტა წელიწადია იყო, თუ არ უნდა და მაგდანას ვირივით რო გაჯორდებოდა, არ წინ მიდიოდა არც უკან. მოკლედ ეგეთი თემა არის, აი ხელი ვკარით, როგორც იქნა დაიქოქა და ანუ იმის გაჩერების შანსი არ არის ცოტა ხანი, სათამ ადგილამდე არ ჩავარა და იქაც იგორდება ხო. ხო და ვიდეოში ჩანს ესეთი რაღაც, რომ ანუ ესენი წავიდნენ, ეგ არ ჩანს, მაგრამ ვიდეო დავიწყე ამით, რომ ვამბობ, რომ გავაცილე სკოლაში და ვკეტავ ქუჩის კარს ეგ, ეზოსი. ხო და ნუ რაღაცა გაგრძელდა მერე ვიდეო და რაღაცა და რა ვიცი რა თემა იყო კაცმა არიცის და უბრალოდ ამაზე დამიწერეს რომ დააფასე საკუთარი თავიო კარის დაკეტვაო ეზოს კარის დაკეტვაო არ არისო ქალის საქმეო და ხანდახანო შენ ქმარსაცო რაღაცები გააკეთები აი მე მაშინ როგორ გავბრაზდი და ეხლა როგორ მეცინება მსგავს კომენტარებზე და ხახნო ესეთი ხალხი თუ ხართ ჩემთან რომ მაინდა-მაინც უნდა მეჭიროს მე მარაო და ვინიაო არ უყუროთ თორემ მარაოს გარდა ყველაფერი მიჭირა ეგ კი არა ამას წინათ ლაშას ვკითხე რა რომ აქეთ ანუ ის ხერხი ხო იცით რასაც ხმარობ ხოლმე საშიში ხერხი როა ხო ეგ ხერხი მაგაზე მაქვს უკვე ნებართვა, იმიტომ რომ ხედავს უკვე წლებია ვიყენებ და ვფრთხილობ და ერთი ხერხი იყიდა. არ ვიცი რაღაცა ლობზიკიო თუ რაღაცა ქვია. მოკლედ, ანუ რო უნდა დადო ის და ესე რო გიჭირავ და რო ხერხავს რა და რაშას ვეკითხები რომ მეთქი იცი რა ამ ხერხით რაღაც ფიგურებს ვერ გამოიყვან და მეთქი რაღაცა ცოტა განვითარებისკენ წავიყვან ჩემს შემოქმედებას და გუში წილა შესაკითხებ რაშა მეთქი ჩემით არ ავიღებდო ეხლა თლათ ვარ მცდელი და რაღაცა მე ეგეთი რაღაცების მეშინია რა რომ ვაი და გამექცეს და წამაწყვიტოს და მე სად ვიდიხარ რაშა მეთქი აი მეთქი რომ ხერხი გაგთქო მაგას მე ვერ დავიმორჩილებ მეთქი და არც გაბედო მაგის ჩართვა უჩემოთო და ზოგადად არ მიეკარო და მეორე დღეს თაროდან გაქრა ის ხერხი იმიტომ რომ იმას ზუსტად იცოდა რომ მე მაინც მიმიპარებოდი იმ ხერხთან და მიმალარო ეგ ის რაღაცა სალესისავით რომ მკეთინა ესე რო ატყარი არა ესე გიჭირავ და ის დაბლაკდა ესე ხერხავს რაღაცაა და ხო და რა მაგის თქმა მინახა ვინც ხართ პირველები ან ახლები შემოსულები და ზოგადად ძალიან არარეალურად მიგაჩინეთ ის რომ რასაც ვაკეთებ და სახტად ხართ დარჩენილები ეს არ უნდა გავაკეთო და ეს კაცის საქმეა ძალიან გთხოვთ გადადით პრინცესების ვიდეოებზე და უყურეთ მამა პაპიგელს საიდან გავაკეთე იმიტომ რომ ჩემთან მეტად საშიში ნივთებია ხოლმე ვიდეოში გამოყენებული და ძალიან შაშფოთდებით, ოღონდ მართლა რა.
კვილია მომიგერა უმშრება თანზე. კვილია მოგიღო. აჰა, შევიძლია სტომატოლოგიური ვიდეოებით შეგოგთავაზოთ. მოდი აბა. ხუმრობა იქით იყოს რა და როცა სახლში ხარ, როცა გცალია შენ და შეგიძლია გააკეთო შენი საქმეც და თუნდაც შენი ქმრის რაღაცა ელემენტარული რაღაცა ისეთი ერთდროულად გავართ ხოლმე გაზაფხულზე ესეთი ქარები რო ჩადგება ხოლმე და რაღაცა და ვითომ არაფერი ეხა იწეღანაც უყურებდი რა აი შეხედა ვითომ არაფერი მაგრამ ეს ზოგვაქვს საშინლად მოსაწესრიგებელ თუნდაც მოსაგველი თუნდაც ზედმეტი რაღაცეები გადასაყრელი რაღაცები ანუ რო შეხედავ თითქოს იტყვი რომ აი არაფერი შეამჩნევა მაინც მაგრამ მე ხო ვიცი რომ მოსაწესრიგ ამას ვაკეთებთ ერთად არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება როდესაც რა ვიცი ეს უკადრისობა რომ ვაიმე როგორ შეიძლება და ზოგ შეუძლია რომ აი რო წყუროდეს არ მივიდეს ეს არ შემიძლია მე უნდა მომაწოდო მე ენაზე წყალი უნდა დამაწვეთონ მე რა უფლებით უნდა ავდგე და დავიმცირო თავი და ავიღო ჭიქა არა ვარ ეგ ტიპის ადამიანი და არც მე ნორმალურება ეგ ამბავი რა თუ შემიძლია თუ მაქვს სურვილი თუ ძალას არ მატანებ თუ ფიარადებ და რაღაცა და ჩემი სურვილი ამას გავაკეთებ კი არა 100 ჯერ გავაკეთებ მე ეს მსიამოვნებს პირველ რიგში ხო და თუ ესეთები ხართ და ჯერ არაფერი არ დაგიწერიათ და გინდათ ჩემ არხზე დარჩენა უბრალოდ იყავით ხო და ვაჟა ჩემი ძმა გაიგე ვიტრინა იდედი ხო და რაც გითხარი შორენას პაპაზე იცოდე შორენას პაპა იღებს ესეთ ხალხს ჩანჩენ შენ დაგეწო სწავალი ხა ჩავთავი მე რაც დამრჩა კინოს და ვუყურებ საჭმელია მოწად თევზი შევწვია მოიდა რო ჩახვალ შენ მწვარი თევზი იქნება იქ და რა ვიცი სახეობა გინდა სკუმბრია მაგის ცოტა იქით მეორე სკუმბრია არის დამარილებული მე რა თუ მომუტან მე უნდა ამოგიტანო აი ხო უბრალოდ ეს როდი თორე იქ ისა კალამხო ედგა ველოდები დღე-დღეზე უნდა გაყავდეს აფეთქდეს კი ანუ გაყავდეს ერთი სული მაგ და აღარ ეშველა თორე ვესროდი ხო ნინო რო ჩახვალ ყოყლოყოები შეიყვანე ყოყლოყოები ორჯერ პატარები ჩასხი მე ის დიდი არ ჩაახეთქო იმაში იმიტომ რომ თუ ფეხი დაადგა მთელი ძალით გაჭყლეტავს ადგილზე იმას აღარ ხედავ ხოლმე არ ჩახოვით მაგნები ჩასვი და გაუშხელ შორიდან კი არ უნდა ჩააგდო ხო და იგი ვაკეთებ ხო ჩასვი წადივით მანე პრინციპში არ არიან ჯერ ამოსულების პატარები აგეთ არ ჩანა მაგარიც მოვიდა თეკვიდან 5-ზე წავიდა 7-ია კარი წავედი ხახუნ დაგებსურეთ მომავალ ვიდეომდე მინდოდა მეორე ვიდეოთიც მოვსულიყავი და ესე დამესვენა და მეჭურავო თქვენთან ერთად